Garaș ულამაზეს და ამოუწურავ უდაბნოში ვიმყოფებით. როგორც ვამბობ ხოლმე, გარეშე არის ისეთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც არ არის შესწავლილი ბოლომდე და ალბათ ვერც ვერასოდეს შეისწავლია. აი ესე ამოვედით მე და ჩემი ნადირხლიკი. საკმაოდ ექსტრემალური სიტუაცია არის. საკმაოდ ექსტრემალური სიტუაცია არის, შეხედეთ როგორ მისტიური მართლაც მისტიური ატმოსფერო არის. უცნაური მთები. ეს არის ესე იგი ნათლისმცემლის ფერად უდაბნოს საძახია, იმიტომ რომ ნათლისმცემლის სიახლოვეს მდებარეობს, თუმცა აქვე არის მონასტერი მრავალწყარო. ახლა ავალთ კლდეზე და გადაგახედეთ. მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსივით არის პრინციპში, იმიტომ რომ აერთიანებს ორ სადაყუდებულოს განსაშორს. არის შავი ქვაბები ქვია ერთს და მეორეს თეთრი უდაბნო. ასე მიყვება მოკლედ ეს სამონასტრო კომპლექსი. ავიდეთ ერთი კლდეზე. ნახეთ რა ლამაზია მართლაც. საოცრად ლამაზია. აქედან არ ჩანს ძირითადი ქვაბულები იქით არის. მეორე ნაწილშია. თუმცა ეს ხევებშიც ხდება ნანგრევები. ძალიან ძველი სამონასტრო კომპლექსი არის. ეს ნაწილი უკვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში შედის, როგორც ვიცი, ზუსტად არ ვიცი ოღონდ საიდან არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი. არ არის, ასე იგი წარწერა გზაზე აქ ვარც არის პრინციპში. ეს მეორადი კი არა, მეორადი გზები ხო არის და არის საერთოდ აქ მინდვრის გზები არის და არა მართლა ლამაზია. მართლა ულამაზესი ადგილები გვაქვს საქართველოში. ულამაზესი ენით აღუწერელი. ანუ შეხედეთ მართლაც როგორი საოცარი მისტიკაა და საოცარი სიმყუდროა.